ჩვენ ახლა ვიმყოფებით ცაგერის რაიონის სოფელ ქორენიში, სადაც საძირკველი ჩაუყარეთ მევენახეობის მეურნეობის აღდგენას. ჩვენ პირად ფართობებში გავაშენეთ ვაზი, დავაარსეთ სანერგე და გავაშენეთ ვაზი. ამ ფართობზე სადღაც დაახლოებით 1000 ძირამდე ცოლიკაურის ტიპის ვაზის გაშენებას ეტაპობრივად ვაპირებთ. უკვე ათვისებული გვაქვს 300 ძირი, შემდეგი ეტაპი იქნება 750 ძირამდე. ჩვენი სოფელი განთავსებულია ტვიშის თემში. ტვიშის თემი ცნობილი არის ცოლიკაურის ჯიშის ღვინოთი. აი ხვამლის ამ ხეობაში შესაბამისად მზის სიმხურვალი და საღამოს სიგრილე ერწყმის ერთობრივ და ვაზი იძენს, აი თვითონ ყურძენი იძენს როგორც შაქრიანობას, ისევე მჟავიანობას, რაც პოპულარულს ხდის ჩვენი ღვინის მოთხოვნილებას. ეს იყო საწინდარი იმისათვის, რომ გაგვეხორციელებია და აღვედგინა ძველი დავიწყებული მეთოდები და საფუძველი ჩაგვეყარა მევენახეობის განვითარებაში. თანასოფლელებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ ვაზის მევენახე მეურნეობა, სადაც ჩვენ თვითონ ჩვენი პირობებში ვანამყნებთ და გამოვყავს ვაზის ჯიშები. შესაბამისად, რაც ფართოდ გავრცელებული არის ლეჩხუმის ჩვენ კლიმატურ პირობებში. ჩამოვაყალიბეთ ასოციაცია, გავერთიანდით ახალგაზრდა ბიჭები, რომელსაც თავარი იდეა გვაქვს, რომ არ დაიცალოს სოფელი, არ მოხდეს მიგრაცია. ჩვენ გვინდა რომ შევქმნათ ჩვენ პირობებში სანერგე მეურნეობა, რომ დააკმაყოფილოს ადგილობრივ მოსახლეობას და ხელს შეუწყობს ადგილზე ვაზის გავრცელებას და განვითარებას. ეს დიდი სურვილი გამოიჩინა იმან, რომ არ მოხდეს მიგრაცია, არ დაიცალოს სოფელი. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ რაჭა-ლეჩხუმის სოფლები დიდ მიგრაციას განიცდიან და ცარიელდება. ვიმედოვნებთ, რომ ვაზის პოპულარიზაცია გამოიწვევს ჩვენი მოსახლეობის სოფლიურ კერასთან დაბრუნებას და ხელი შეუწყობს მეღვინეობის, მევენახეობის განვითარებას. სამოციანიდან 90-იან წლამდე ჩვენი მოსახლეობა 100-დან 120 კომბლამდე ითვლიდა. დიდი იყო მოსწავლეთა რაოდენობაც. 50-70 დაწყებითი კლასის მოსწავლე ყავდა სოფელს. მაგრამ 90-იანი წლების შემდეგ სავალალო მდგომარეობა ჩამოვარდა არა მარტო ჩვენ სოფელში, თემში, თელს ლეჩხუმში და იწყო მიგრაცია. ამჟამად სოფელში შემორჩა მისი ნახევარი, სადღაც 60-70 ოჯახი. სამთრის პირობებში სოფელი კიდევ ნახევრდება და 30-მდე ჩამოდის. ეს არის ის 30 ოჯახი, რომელიც იცავს კიდევ ამ სოფელს დაცარიელებისაგან. ჩვენი მთავარი მიზანიც ეს არის, რომ შეწყდეს მიგრაცია და ადგილობრივმა მოსახლემ აქვე თავის მამულში იპოვოს ის ელემენტარული სარჩო, რაც ჭირდება მისი წუთისოფლის ცხოვრებისათვის. სანერგეში გამოყავს ადგილობრივი ჯიშები, ცოლიკაური, ციცქა, აგრეთვე რაჭული ჯიშები, ალექსანდროული, მუჯურეთული, საფერავი, ორბელის ოჯალეში. ეხლა ხელთ მირჭირავს ვაზი, რომელიც დანამყნებული არის ქართულ საძირეზე. შევეცადეთ, რომ გამოგვიყანა ესეთი ნერგი. ჩვენი მთავარი მიზანი და პრინციპი არის განავითაროთ ბიოლოგიურად სუფთა. ჩვენი გამოცდილებით დავამტკიცეთ ის, რომ ყოველგვარი შხამხიმიკატების გარეშეც შეიძლება მიიღო ნერგი ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა. ეს ნერგი გამოყვანილი იქნა ჩვენს მიერ მინი სათბურში, სადაც შექმნილი იქნა ანალოგიური პროტოტიპი დიდი სათბურებისა. ჩვენს პირობებში ესეც საკმარისი არის იმისთვის, რომ მივიღოთ სასურველი შესაბამისად ხარისხიანი ნერგი. მინის სათბურში მოთავსებული ჰქონდა აქ ტევადობა მისი არის 4000 ძირამდე. შემდეგ ისინი იქნა გაატანილი ღია გრუნტში, უკვე სადაც ვაზი შენდება. ეს არის ჩვენი სანერგე მეურნეობა, სადაც ღია გრუნტში გვაქვს დარგული
ვაზი. მთლიანობაში ჩვენ დავანაყნეთ 20,000 ძირი, 4,000 გამოვიყვანეთ საჩითილე პარკებში, მინი სათბურში, 16,000 ძირი კი მოვათავსეთ ღია გრუნტში, რომელიც შესაბამისად უკვე მზად პროდუქციად გადასარგავად იქნება გაისად. გაისისთვის ეს ვაზი მიიღებს საკმარის დაფესვიანებას, რომ მისი გადაატანა შესაძლებელი იყოს ვენახში. ეს მთლიანი ფართობი ათვისებული გვაქვს და დამონტაჟებული გვაქვს საწავლის სისტემა. ასე რომ გვალვიან პერიოდში შესაძლებლობა გვაქვს ვას მივაწოდოთ დროულად წყალი, რომ კარგად გავითარდეს ფესტა სისტემა და გვალვიან პერიოდში არ მოხდეს მისი გახმობა. ჩვენ განაცხადი გავაკეთეთ და მონაწილეობა მივიღეთ რაჭა-ლეჩხუმის სოფლმეურნეობის განვითარების პროგრამაში, სადაც დაგვეხმარენ და ხელი შეუწყენ ჩვენი მეურნეობის განვითარების სარწყავის სისტემით. USAID-მა აგვიხჭურა მთელი ეს ჩვენი ფართობები და დაგვეხმარენ მოტობლოკებით. რითაც დღეს ვამაყობთ იმ ენდემური ჯიშებით, რაც ჩვენ თემში არის, რაც ჩვენს რიონის ხეობაში არის, შესაძლებელია ეს ყველაფერი მოხდეს დიდი ზეგავლენის ქვეშ. ნამოხვანგესი მშენებლობა გამოიწვევს შემდგომში ზედმეტ ნალექიანობას და გარდა იმისა, რომ ჩაიძირება სოფლები და წყლის ქვეშ მოხდება ის ენდემური ჯიშები, თუნდაც ხეხილის, თუნდაც ვაზის, რომელიც კი დარჩება, ისინი შეიცვლება. კლიმატის ცვალებადობასთან ერთად შეიცვლება მისი გემური თვისებებით. თუ მთავრობა სოფლის მეურნეობისკენ გამოვიხედავს, ჩვენ კიდევ შეგვძლევს იმის ძალა, რომ სოფელი გადავარჩინოთ. აქ მიმდინარეობს აუზის შენება, რომელიც მოემსახურება ჩვენ მეურნეობას, აქ სარწყავს სისტემას. ჩვენ საგაისოდ ვაპირებთ ავითვისოთ 9 ჰექტარი სამეურნეო თვალსაზრისით, რომლის მორწყვისათვის საჭირო იქნება აუზი. მისი ტევადობა დაახლოებით იქნება 25 ტონა, რომელიც გარანტია იქნება იმისა, რომ მთელი ზაფხულის სიცხიან პირობებში წყლის მარაგი საკმარისად იქნება. ასევე შესაბამისად იქნება მეორე დატვირთვას. უკვე შემოდგომიდან საჭიროების მიზნით უკვე ვიხმართ კალმახის თევზის გაშენებისთვის. კერძოდ ჩანაფიქრი არის 6-თვიანი, 7-თვიანი მონაკვეთი დაუთმოთ შემოდგომიდან გაზაფხულამდე, ზაფხულამდე დაუთმოთ თევზის გაშენებას. ჩვენთან წყალი არ იყინება, არ არის სიმხელა ტემპერატურა ყინვის, რომ აუზი გაგვეყინოს. აუზში იქნება გამდინარე მთის წყალი, რომელიც მარაგდება ხვამლის მთიდან. შესაბამისად, პირობა არის იმის, რომ თევზმა საკმაოდ კომფორტულად იგრძნოს თავი. თანაც ერთ-ერთი შემოსავლის წყარო იქნება ჩვენი ოჯახისთვის. გარდა ამისა, ჩვენი ოჯახი ეწევა მეფუტკრეობას. ახლა გაჩვენებთ ჩვენ უკვე მეფუტკრეობას 3 წელიწადია, რაც ხელი მოვკიდეთ. ჩვენმა ოჯახმა ინტენსიურად დაიწყო პარალელურად ამაზე ზრუნვა. უკვე ასული ვართ 25 ოჯახამდე. ამ სოფლის პირობებში ერთ-ერთი მთავარი პირობა ის არის, რომ შესაძლებელია მეფუტკრეობაც გავითარდეს. აქ დიდად არის გაშენებული წაბლის ტყე, ცაცვის ტყე, ესე იგი ადრეული გაზაფხულიდან შემოდგომამდე ფუტკრისთვის შესაბამისად არის საკმაოდ საყოფი ბაზა. ამისათვის შევეჭიდეთ მეფუტკრეობასაც პარალელურად. სულ 3 რამ არის ძირითადი ჩვენი სოფლის აღორძინებისთვის: მევენახეობა, მეფუტკრეობა და კალმახი. ეს არის ის ბუნებრივი პირობები, რაც
არაფრის დიდად მოგონება და ჩარევა არ ჭირდება, უბრალოდ დროული განვითარება ხელშეწყობის პირობებში შესაბამის შემოსავლის ფუნქციებს. ეს პირობას უქმნის იმისთვის, რომ გლეხი დაინტერესდეს და სოფლის პირობებში ფიზიკური შრომით ეკოლოგიური სუფთა პროდუქტი შევიძინოთ. გარდა ამისა, ჩვენი მთიანი რეგიონი საკმაოდ საინტერესო არის ტურიზმის თვალსაზრისით. ხვამლის და როგორც მოგეხსენებათ, ინტერესის დიდი არის მასზე. ჩვენი სოფელი ერთ-ერთი მოწინავე ბაზა იმისათვის, რომ ტურიზმი განვითარდეს. პირადად ჩემი სურვილი და საომავლო გეგმებში შედის ინტერესი არის, რომ ჩამოვაყალიბოთ საოჯახო სასტუმრო ტურიზმის განვითარებისათვის. საკმაოდ დიდი არის მოთხოვნილება ჩვენ რეგიონში, მაგრამ არ არის ინფრასტრუქტურა. ჩვენი მთავარი მიზანი არის გამავითაროთ სოფლის მეურნეობა, მთელი ის ინფრასტრუქტურა, რაც მოგვცემს ჩვენ სოფლის პირობებში ნატურალურ პროდუქტს. ეს ერთ-ერთი დაინტერესება იქნება ტურიზმის დარგში, რომ საწინაოდ, როდესაც ჩამოვაყალიბებთ საოჯახო სასტუმროს, ჩვენი ტურისტს მოვემსახურებით ადგილობრივი პროდუქტით. აქ გვექნება პროდუქტი ჩვენი მოყვანილი ღვინოსი, ნატურალური თაფლიც, თევზიც, აი ბუნებრივი ნატურალური რძეც, ყველის და ყველა ის პირობა, რაც შეუძლია მოგცეს სოფელმა. სოფელს ჰქონდა სკოლა, ჰქონდა თავისი ბიბლიოთეკა, იყო ასევე კინო, ჰქონდა მაღაზია, სამედიცინო პუნქტი, ტელეფონიც კი იყო სოფელში. წარმოიდგინეთ კომუნისტების პერიოდში. ეხლა 21 საუკუნეა და დემოკრატიისკენ ვიბრძვით და ევროპიზაციისკენ. ცხოვრების მდგომარეობა უფრო უარესდება და უარესდება. მიგრაციას, ემიგრაციაც ყვება. ნახევარი სოფელი საზღვარგარეთ არის. ხოლო ვინც ქალაქს მიაშურა თავი ელემენტარული სარჩოს გულისათვის, მისი დაბრუნებაც კი პრობლემატურია. იმ თვალსაზრისით, რომ სულ სადღაც 45 კილომეტრი აშორებს ქუთაის ჩვენი სოფელი, ხოლო გზის გაუარესების გამო 2 საათი უნდა აქ ამოსვლას. ყველას არა აქვს საშუალება ჯიპი შეიძინოს და ან მაღალგაოლიანი მანქანები, რომ აი სოფელში ამოვიდეს. გზა ისეთი თავარი კვანძი არის სოფლის აღორძინებისათვის, რომ აი 90% მოსახლეობისა გამოთქვამს სურვილს, რომ აი გზა რომ იყოს, უფრო ხშირად იარდა სოფლისკენ და დაცარელებული არ იქნებოდა. მაგრამ ერთი პრობლემა როგორც ყოველთვის მეორეს ერთვის. არც წინა მთავრობის პერიოდში და არც ამ მთავრობის პერიოდში ლეჩხუმის მოსახლეობის ხმა მხოლოდ საარჩევნოდ ესმით, მხოლოდ დაპირებები, მეტი არაფერი და ამ გზის პრობლემას კიდევ თან ახლავს ნამოხვანის პრობლემა. როგორც სოფელმა და მოსახლეობამ საერთოდ იცის, დაგეგმილი არის ნამოხვან გესის აშენება და პასუხიც ის არის, რომ სანამ არ გადაწყდება ნამოხვან გესის აშენება, მანამდე გზის პრობლემაც დარჩება ესე მოუგვარებად. საქართველოს სოფლის მეურნეობის აღორძინების კავშირმა გადმოგცა პურის მარცვალი, თესლი, რომელიც უკვე მივიწყებას არის, ის ენდემური ჯიშები, რომელიც ლეჩხუმში იყო განვითარებული და გავრცელებული, სანდურის ტიპის ჯიშის, რომელიც ჩვენ სოფელშიც არის მომსწრენის დღესაც უხუცესენი, რომ ითესებოდა, მოყავდათ. თავარი არის ხელშეწყობა, რომელსაც ველით ჩვენი მთავრობისაგან ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი დასახული მიზანი შეგვასრულებინოს. აღმოჩნდა ჩვენ სამშობლოს. ხვამლის თიდან გადახედილი საქართველოს გაუმარჯოს.